მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანზე, რომელიც დროს უსწრებდა. წმინდა ბერი გაბრიელი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაულმოქმედი, რომლის სიტყვებიც დღესაც ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ათეული წლის წინ. ბევრს გონია, რომ წინასწარმეტყველება მხოლოდ მომავლის გამოცნობაა, მაგრამ მამა გაბრიელი ამბობდა, რომ მთავარი წინასწარმეტყველება ადამიანის სულის გადარჩენაა. დღეს გავიხსენებთ მის 10 უმნიშვნელოვანეს გაფრთხილებასა და დაპირებას. ზოგი მათგანი უკვე ახდა, ზოგი კი ახლა ხდება ჩვენს თვალწინ. დარჩით ბოლომდე, რადგან მე-10 დაპირება თითეულ ქართველს პირადად ეხება. ანტიქრისტეს ბეჭედი და ტექნოლოგიები. მამა გაბრიელი ჯერ კიდევ საბჭოთა დროს საუბრობდა იმაზე, რომ დადგებოდა დრო, როცა ადამიანებს შესთავაზებდნენ ნიშანს ხელზე ან შუბლზე. მაშინ ეს ფანტასტიკად ჟღერდა. დღეს კი ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ ჩიპები და ბიომეტრია ჩვენი ყოველდღიურობაა, მაგრამ ფრთხილად. მამა გაბრიელი არ გვეუბნებოდა, რომ ტექნიკის უნდა გვეშინოდეს. მისი მთავარი გაფრთხილება იყო სულიერი. ნუ შეგეშინდებათ გარეგნული ნიშნების, თუ გულში ქრისტე გყავთ. ანტიქრისტე ვერაფერს დააკლებს მას, ვისაც გულში სიყვარული და რწმენა აქვს. მთავარი ბეჭედი ეს ჩვენი საქმეებია. მეორე, საქართველო და ბოლო ჟამი. ეს სიტყვები ალბათ ყველას გაგიგიათ, მაგრამ დაფიქრებულ ხართ მის სიღრმეზე? მამა გაბრიელმა თქვა, საქართველო მკვდარი ლაზარეა, ის მოკვდება, მაგრამ აღდგება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გაივლის უდიდეს განსაცდელს, სულიერ სიკვდილსაც კი, მაგრამ საბოლოოდ რწმენით გაბრწყინდება. ის არ გულისხმობდა ეკონომიკურ გაბრწყინებას ან სიმდიდრეს, ის გულისხმობდა სულიერ აღორცინებას, როცა საქართველო გახდება მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. მესამე, სიყვარულის გაციება. მანი წინასწარმეტყველა დრო, როცა ადამიანებს ერთმანეთი აღარ ენდომებოდათ. ბოლო ჟამს ადამიანებს სიკეთე გადაარჩენს, რადგან სიყვარული აღარ იქნება. შეხედეთ დღევანდელ მსოფლიოს, ნუ თუ არ ახდა. ოჯახები ინგრევა, ძმა ძმას იმედებს, მეზობელი მეზობელს არ იცნობს. მისი რჩევა იყო მარტივი, თუ სიყვარული არ შეგიძლია, სიკეთე მაინც აკეთე, თუნდაც მცირედი. მეოთხე, რწმენის დევნა. მამა გაბრიელი ხშირად ამბობდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ქრისტიანობა გარეგნულად თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ შინაგანად დევნილი. მისი სიტყვები, ეკლესიები ღია იქნება, მაგრამ შიგნით შესვლას ვერ შეძლებთ. ბევრმა ჩვენგანმა პანდემიის დროს გაიხსენა. მართალია, საქართველოში ტაძრები არ დაკეტილა, მაგრამ შიშმა, შეზღუდვებმა და დაბრკოლებებმა ბევრს ეკლესიამდე მისვლის საშუალება არ მისცა. ეს წინასწარმეტყველება ასევე გულისხმობს სულიერ სიბრმავეს, როცა ფიზიკურად ტაძარში ხარ, მაგრამ გულით ღმერთს ვერ ხედავ. მეხუთე, ვინ გადარჩება? ხალხი ხშირად ეკითხებოდა, მამაო, როგორ გადავრჩეთ? მან დაგვიტოვა უნიკალური ფორმულა, რომელიც დღესაც მუშაობს. სიკეთე ხქმენით, თუნდაც მცირედი. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა. ვინც აქ გაუძლებს და სიკეთეს შეინარჩუნებს, ის გადარჩება. არ არის საჭირო მთების გადადგმა. უბრალოდ მიაწოდე წყალი, ვისაც წყურია. ესეც გადარჩენაა. მეექვსე, ყველას სიყვარული. ეს ყველაზე რთული, მაგრამ აუცილებელი წინასწარმეტყველებაა. მან თქვა, რომ ბოლო ჟამს გადარჩებიან
მხოლოდ ისინი, ვინც ყველას სიყვარულს შეძლებს. თუ ვინმე გძულს, შენც ეშმაკის ხელში ხარ. დღევანდელ აგრესიულ გარემოში, სადაც სოციალურ ქსელებში ყველა ერთმანეთს ლანძღავს, ეს სიტყვები ჰაერივით გვჭირდება. სხვა გამოსავალი არ არსებობს, არავინ არ უნდა გძულდეს. თუ არადა, დავიღუპებით. მე-7 სასულიერო პირებზე. მამა გაბრიელი ძალიან უფრთხილდებოდა ეკლესიას. მან იცოდა, რომ იქნებოდნენ სასულიერო პირები, რომლებიც შეცდებოდნენ. მაგრამ მან მკაცრად გაგვაფრთხილა. ნუ განიკითხავთ, მიანდეთ ისინი ღმერთს. განკითხვა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ის ცოდვა, რომელსაც განიკითხავ. დღეს, როცა ეკლესიის წინააღმდეგ ამდენი კრიტიკა ისმის, ეს გაფრთხილება განსაკუთრებით აქტუალურია. მერვე სამთავროს სასწაული. მან თქვა, ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვა. დღეს კი ნახეთ სამთავროს მონასტერი. რიგები არ წყდება. ეს წინასწარმეტყველება ჩვენს თვალწინ ახდა. და მან დაამატა. ვინც მოვა, ისევ უპასუხებ, როგორც ცოცხალი. მე-9 ჭეშმარიტი სარწმუნოება. მამა გაბრიელი ხაზგასმით ამბობდა, რომ საქართველო გადარჩება მხოლოდ მართლმადიდებლობით. არ გაცვალოთ სულიერი საგანძური მიწიერ კეთილდღეობაზე. მისი ანდერძი იყო, იხავით ერთგულნი მამა პაპათა სარწმუნოებისა. და ბოლოს მე-10 დაპირება, რომელიც ჯერ კიდევ სრულდება. თქვენ საქართველოს სიყვარული დაგიტოვეთ. მე ვიქნები თქვენი შუამდგომელი ღვთის წინაშე. მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა, რომ ის არ მიატოვებდა საქართველოს არც ერთ მძიმე წუთს. როცა გვიჭირს, როცა ქვეყანას უჭირს, გახსოვდეთ, ჩვენ გვყავს დიდი მფარველი, რომელიც ლოცულობს, რომ საქართველო გაბრწყინდეს. და ეს გაბრწყინება დამოკიდებულია ჩვენზე, მე და შენზე. გმადლობთ, რომ გვიყურეთ. მოიწონეთ და გააზიარეთ ეს ვიდეო. და რაც მთავარია, ეცადეთ დღესვე გააკეთოთ ერთი მცირე სიკეთე მაინც. ღმერთმა და